უნდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი ოპოზიციაში, ოპოზიციის ერთ ნაწილში, პრინციპში ვითარება არის დაძაბული, ხო, ხედავთ, ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ჩართული არის ამ საქმეში, ყოფილი პრეზიდენტიც მიხეილ სააკაშვილიც, აგერ მირდად გამადაძე საუბრობდა იმაზე, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს ოპოზიციის ამ ნაწილის მხრიდან, თქვენ როგორ უყურებთ, რა ხდება იქ? მირდადი ჩემი ძველი მეგობარი, ამიტომ დამიხარდა რომ წამოვიდა იქიდან, არც უნდა შესულიყო იქ ჩემი აზრით არასდროს, უბრალოდ თავის დროზე არ დამიჯერა და აი დაემართა თავისი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცნაირად პოლიტიკური ნაგავი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიშოროთ. და აი ქართულ პოლიტიკურ სივრცეს არ უნდა აწუხებდეს. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ალბათ თვალსადევნებდით, რამდენიმე დღის წინ მე დებატები მქონდა მამუკამ დინარაძესთან. დიახ. და ფაქტობრივად ბრალდების მსგავსი კითხვა დავსვი, რომ საიდან მოიტანა ამ ხალხმა 40 მილიონი. გაქვს ეს პასუხი, უცხოეთიდან. ხო. და ეს პასუხი მე მგონი ყველასთვის ხადია, რომ სწორი პასუხი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება მოგეხსენებათ, რომ ადამიანის სხეულში 1 გრამ ნარკოტიკს პოულობს. და როგორ შეიძლება და ვერ ეპოვა 400 კილო ფული 100 ლარიანი კუპიურებით გვარამიას ოფისში მიტანილი. გითხრეს რომ საიდან შემოვიდა გზა ხო თქვა მამუკამ დინარაძემ ეთერში. რა გზა თქვა? 30-35 ან შეიძლება 25 იცოდა 40 მილიონი იცო, მაგრამ გითხრათ საიდან შემოვიდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, რაღაცა გვერდის აი მაშია მთელი ამბავი, ნუ ახეთ იმიტომაც მივიღეთ ეს კანონები. აი ნახეთ ხელისუფლებას ხო აქვს ჩამონათვალი, რომ ბოლო 4 წელიწადში 5 რევოლუციის მცდელობა იყო. ვიღაცამ რო 40 მილიონი შემოუგზავნა გვარამიას შენს დასამხობად. როგორც გითხარით, ეს არის 400 კილო, ყველაზე დიდი კუპიურით 100 ლარიანი კუპიურებით. ეს ისე დარიგდა. ისე განაწილდა საზოგადოებაში, რომ რაღაც არადამაჯერებელი პასუხის გარდა, რომ ბანკოკის გავლით შემოვიდა ამერიკიდან, თან მოგხსენებათ ხო, რომ ეს ფული მარტო წინა ადმინისტრაციის დროს არ არის შემოგზავნილი. თქვენ იცით, რომ გვარამიამ ოპოზიცია ასევე შეაცდინა 2025 წლის არჩევნებზე. არ გაუშვა ფაქტობრივად ხალხი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ანუ ეს კონტრაქტი მოქმედებდა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც და თუ ჩვენ ამერიკელებს ვადანაშაულებთ ამაში ეს ოფიციალური პოზიციაა. მაშინ გამოდის რომ ამერიკის არა, წინა ადმინისტრაცია არ იყო ხო 2025 წლის არჩევნებზე, იყო ახალი ადმინისტრაცია. და 2025 წლის არჩევნებზე გამოდის რომ ახალი ადმინისტრაციაც ებრძვის ქართულ ოცნებას, რაც არ იყრება. ამიტომ მიმაჩნია მე რომ არ არის დამაჯერებელი პასუხი. მაგრამ ნახეთ რა რისი თქმა მინდა, ეს იმიტომაც არის ის იყო, კი ბატონო, ვიღაცამ ასე თქვას დაუშვათ, მაგრამ როდესაც ხელისუფლებას ეჭვი აქვს რომ ვიღაც გარდან ფინანსდება, იმას სულ არქმევს რევოლუციებს. რაღაცა პირველი რუსული კანონი, მეორე რუსული კანონის დროს ვიღაცის ჩამოსვლა, რაღაცა, მაგრამ აი ეს 40 მილიონი ხო რევოლუციებში არ გადის. აი წარმოიდგინეთ რომ 2020-დან 2024-მდე მოძებნე შენ 24-მდე მოძებნე 2025-მდე 5 რევოლუციის მცდელობა 2021-დან თუ რაღაციდან ითვლიან და ეს არ შეიყვანე ამაში. ანუ ეს რატო რითი განსხვავდება მაშინ ეს სხვა რევოლუციების მცდელობისგან 25-40 მილიონი გვარამიას რომ მიცა ვიღაცამ, ისე რომ ვერავინ ვერ იპოვა და არც ხელისუფლება არ დაინტერესებულა იმ ფიქტიური შემწირველებით, რომელსაც პრემიერიც კი ადასტურებს, რომ ფიქტიური შემომწირველები ყავდაო. ხა წარმოიდგინე, აი ეს ხალხი, რომელიც ქართული ოცნების მიერ მიცემული ფული თვითონ რევოლუციებს აწყობდნენ. ხალხი, რომელიც მანამდე თქვენ მოგეხსენებათ, რომ საუბარი იყო, რომ ისო ხავეიშვილიო და თქვენი ერთ-ერთი კოლეგა არიანო აგენტებიო იმისიო, რა ქვია, უსუსის აგენტები არიანო. მე თქვენს კოლეგაზე შეწყდა ეს საუბარი, მაგრამ ხავეიშვილზე გრძელდებოდა, ანუ გამოდის, რომ სუსის ყოფილი აგენტები აწყობდნენ 4 ოქტომბერს რევოლუციას. და ამის შედეგად ქართულმა ოცნებამ მიიღო უზარმაზარი უპირატესობა ადგილობრივ მმართველობის არჩევნებზე, ფაქტობრივად უბრძოლველად ჩააბარეს თბილისის მერის კანდიდატურა, სხვა ადგილობრივი მმართველობები გაანადგურეს რეგიონალური, ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების რეგიონალური ინფრასტრუქტურა და ვინ გამოვიდა აქედან გამარჯვებული? რა თქმა უნდა ქართული ოცნება, ისევე როგორც 2024 წლის საპარლამენტო ბოიკოტიდან ვინ გამოვიდა გამარჯვებული? ქართული ოცნება. ეს ბოიკოტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიხარჯა 40 მილიონი გვარამიას მიერ და ის იყო თქვენ იცით ბოიკოტის მთავარი შემოქმედი და მანაი იყავით ამ ბოიკოტში ერთ დროს ჩართულები. ჩვენ არ ვიყავით არასდროს. არ შედიოდით თავდაპირველად. არა, ვიყავით პარლამენტში კაცო. ბალა, წინა პარლამენტში გეუბნებით, რაღაცა ნაწილში ხო იყავით თავის დროზე. ჩვენ არასდროს არ გვითხოვთ რომ პარლამენტში არ შევდივართ ხო. ჩვენ ვამბობდით რომ ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგებთან ერთად შესვლა პარლამენტში და ძალიან ჩავარდით. რატო გინდოდათ? იმიტომ რომ მარტო ხოზის ვიღაცა პარლამენტში ხო ვერაფერს ვერ აკეთებს. იმასთან ერთად გააკეთებდით? არა, იმასთან ერთად გააკეთო გვინდოდა შეგვეთრია და შევატრიეთ. გამოგვივიდა. მეორე შემთხვევაში თქვენ თუ შარმიშელმა შეიყვანა. არა, რა შარმიშელმა კაცო, ჩვენ შევატრიეთ.
შალმიშელ მარა ეს მაგიტო ჯეროდა შალმიშელის ხო იცით შალმიშელთანაც ჩვენ მივათრიეთ ესენი ძალით ფაქტობრივად სალომე ზურაბიშვილი თვითონ ახლად შევათრევდით პარლამენტში რო ყოფილიყავით ახლად შევათრევდით მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ეგეთი გავლენა გაქვთ თქვენ ოპოზიციას არა უბრალოდ აი როგორ თემა იცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვაყანყალოთ ჩვენ შეგვიძლია პირში ვუზრახოთ და ვიღაცა გატყდება ამ დროს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს უნდა შესვლა თქვენ იცით გვარამიას პარტიაშივე პარტიიდან გამოიყო ხალხი კაცო აი მირდატი წეგან რო ყავდათ ის აჭარის უზენაეს საბჭოში იყო შესული და გამოიყვანეს იქიდან და წარმოიდგინეთ რომ ჩვენ რო ეს კამპანია წესიერად მოგვეწყო ყველაფერი ისე გავიკეთებია როგორც საჭირო იქნებოდა ჩვენ იქ იმ მოყოყმანე ელემენტებს შევათრევდით და დანარჩენებს არანაირი ის არ ექნებოდა წინააღმდეგობის უნარი მაგრამ ჩვენ იქ არ ვიყავით გვარამიამ მარტივად დააბულინგა იმიტომ ფულის წყარო ის იყო ხოცებისგან მიცემული ფულის ხალხ ფულს წარიგებდა დააბულინგა თავისი თანამშრომლები რომლებიც პარლამენტის სიაში ხალხი ლელოს არ შევიდა ფინანსურად ძლიერი პარტია არა ფინანსურად ძლიერი არა ლელოს დააბულინგეს მე რა უნდა ლელოს დააბულინგებას თქვენ მაინც ხო იცით რომელი პოლიტიკოსები ეგენი არიან, რომელი ბრძოლის უნარი მაგად გააჩნიათ და სხვათა შორის უნდა ვთქვა აქვე ეთერში, რომ ჩემი რა არ ვიცი, რამ ბოლო მანამდე ეთერში არ ვიყავი, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა, როგორც ჩანს, არ მოსწონს ლელოს წარმომადგენლებს ჩემი კითხვები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოვიდნენ. დადიან სადაც ფულს იხდიან, ხო მარტივია. იმ არხებზე სადაც ფულს იხდიან, დადიან. სადაც ფულს არ იხდიან, არ დადიან. ხო და ამ ასეთ იმში რა ხალხის დაბულინგებას რა უნდოდა ისმით მაგრამ იქ რო ყოფილიყო ვიღაცა დამოუკიდებლად უნარიანი რომელსაც შეეძლო ხალხისთვის ეთქვა შეხვედრო და თქვენ გიჟები ხო რაღაც რას აკეთებთ გვარამიას ყვაზე როგორ დადიხართ და როდესაც შევიდოდა ნახევარზე მეტი მერე შევიდოდა დანარჩენიც მაგრამ წარმატებით გამოუვიდა ქოცებს ეს სპეცოპერაცია მე თქვენს ეთერში მაქვს ნათქვა ერთ-ერთ არჩევნებზე რომ ქოცების სპეცოპერაცია ეს მეთქი თუ გახსოვთ ხო და გამოუვიდათ ეს ამბავი აბსოლუტურად მოიგეს 100%-ით მარტო ზიან პარლამენტში და ნუ ძალიან ყაირათიანად დახარჯეს ეს 40 მილიონი. ახლა ის ხალხი რომელიც ამაში მონაწილეობდა, ვერც კი ბედავენ რომ ამას თავის სახელი დაარქვან. ვერც კი ბედავენ რომ ამხილონ გვარამი ახლა მაინც ხო ყველაფერი დაკარგეს. ახლა მაინც რომ რატო ვერ ბედავენ? არ ვიცი, იმიტომ რომ შენ ხარ გასრული რაღაცაში, არ გინდა ამ რაშიც შენ ხარ გასრული, იმაზე ილაპარაკო და ახლა როგორია გვარამია მარტო იპარებდა ფულს, მეც იქ ვიყავი, მაგრამ ეს არ ვიცოდი, გოიმი ვიყავიო, ხო ვერ იტყვი. ძალიან თულია. ახლა სააკაშვილის და მათი დაპირისპირება, რასაც ვხედავთ, ხო? რასთან გვაქვს საქმე და აქვე კითხავთ შიდა რევოლუცია პარტიაში, რომელიც დაანონსებულია ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიის თანათავმჯდომარეოდ მიიყვანეთ და ასე შემდეგ, როგორ უყურებთ ამ საკითხს? მე ვფიქრობ, რომ მიშა გადააგდეს, მიშასაც შეპირდნენ სიჩუმეს რომ მიშა შენს გამოგიშვებთ მოდი ეს გვარამიას ეს თამაში გვაც არ ჩაშალო არჩევნებამდე მიშამ ეს დაიჯერა მე გადააგდეს ახლა მიხვდა რომ არ გამოუშვებენ მაინც ციხიდან და გადაწყვიტა რომ ვიღაცები ემხილებინა მაგრამ მე დაიწყებს ერთ ნაბიჯს გადადგამს უკან დაიხევს დაიწყებს უკან გადადგამს ნაბიჯს დაიხევს და ვერც მისი თანამშრომლები კი და თანაპარტიელები ვერ ხვდებიან აყვრენ მიშას ამ თავის ცეკვაში დაჯდნენ თავისთვის და უბრალოდ დაიღალა ეს ხალხი და გაერიდა ამ ყველაფერს ხო და ჩემი აზრით მიშამაც უნდა მოიბოდიშოს იმაზე რომ ძველი ერთგული თანაპარტიელები რომლებიც აი ღრმანაცები არიან მოგეხსენებათ გარიყა თავის დროზე პარტიიდან და დაუთმო ადგილი ხალხს რომელიც ყველაფერს დაუჯერებდა უსიტყვოდ რომელთანაც მას არ გააჩნდა ძველი წარსული თქვა რომ აი ძველი ხალხი უნდა მოიშოროთო ჩვენ უნდა განვახტეთო მაგრამ როგორ უნდა განახტეს ნაცმოძრაობა სანამ მიშა იქ არის მიშას გარეშე კიდე პარტია არ არსებობს შესაბამისად არანაირი ნაცების განახლება არ გამოვა ნაცმოძრაობა არის მიშას პარტია ჟორჟოლიანის მისვლით ჟორჟოლიანი ხო იყო როგორ შეიძლება ახლა მე ნანუკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვუფრთხილები ამ ურთიერთობას მაგრამ პიროვნულ ამბებზე არ გეკითხებით პოლიტიკურ საკითხს ნაცმოძრაობაში როგორ შეიძლება განახლება იყოს მოდი დავფიქრდეთ ერთ წამი როდის არ იყო ნაცმოძრაობაში ნანუკა ჟორჟოლიანი ნუ მხარდამჭერი, ღია მხარდამჭერი იყო, არჩევნებშიც მიიღო, კანდიდატიც იყო ერთ დროს ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ უშუალოდ პროცესში ჩართვა და მართვის სადავეებთან ნუ აი უბრალოდ განახლება ნიშნავს განახლებას და არა იმას, რომ ვიღაცაზე შენს რომელიმე თანამშრომელზე სხვა თანამშრომელი რო გაბრაზდა და შენ რო ახლა თავზე ხელს გადაუსვა მორივეს და შენ იგდით. ხო, იმ ადამიანებს ვინც ხო, არა, ეს ყველაფერი აბსურდია. მიშამ უნდა ააგოს თავის პარტია იმაზე, რაც ყოველთვის იყო. მის ერთპიროვნულ მართლობაზე. პირიქით ალიანსიდანაც უნდა გამოვიდეს. უნდა ამხილოს, არ არის გამოსული. აი, მაგას ვიძახი, აი, ვერ ხვდება, მაგალითად, ანა წითლიძე ვერ ხვდება რა გააკეთოს, იმიტომ რომ მიშა ერთ დღეს ერთ ნაბიჯს გადადგამს, მეორე დღეს მეორე ნაბიჯს გადადგამს, ის კიდე იბნევა. და შესაბამისად, არ უნდა დააბნიოს საკუთარი გუნდი. უნდა დაამყარო ვერტიკალური წესრიგი, როგორც მიშას ჰქონდა. ალიანსის დამარხვა, აი, როგორც მე ვუწოდებ პოლიტიკურ ნაგავს სუსტად ასე დარქმევა, რომ ესენი არიან პოლიტიკური ნაგვები, რომლებიც ნიშნავს პოლიტიკური ნაგავი. გეტყვი რას ნიშნავს? რომლებიც თავის დროზე იყვნენ ნაცები
და მე სხვადასხვა დროს მიშა ამბობს ამას, ეს ჩემი ნათქვამი არ არის. 2016 წლიდან დაწყებული იყიდა ქოცებმა და ბოლოს ეს ყიდვა დამთავრდა გვარამიას ყიდვით. ეს ხალხი ვინც მიშა ქოცების მოსყიდულია, ერთ პარტიაში მოგროვდა და იქიდან ებრძვიან მიშას. მიშა მამას უნდა დაარქვას სახელი. უნდა თქვას, რომ ხალხო ვინც შეცდარი ხართ, მოდით ჩემთან, ჩემს ვერტიკალურ, რასაც მე გეტყვით, ის იქნება კანონი, როგორც ყოველთვის იყო ნაცმოძრაობაში. იმიტომ რომ იცით რა შეა სირთულე, რომ არა იდეოლოგია ხო არ გააჩნია ნაცმოძრაობას. ხო არასდროს არ ქონდა. ალიანს ხო მით უმეტეს არ გააჩნია იდეოლოგია. ნაცმოძრაობის იდეოლოგია იყო ძალიან მარტივი. როგორც მიშა გადაწყვეტს. ამ იდეოლოგიის ღალატს თუ გადაწყვიტავ, გამოვა რომ სხვა იდეოლოგიით უნდა ჩაანაცვლო, თორე აფერ არ გამოვა. იმიტომ რომ ამ ხალხს არ აკავშირებდა რამე სხვა იდეოლოგია გარდა იმისა, რასაც მიშა იტყვის. ხო და აი ეს წესია დასაბრუნებელი, თუ გვინდა რომ ნაცმოძრაობა მოძლიერდეს. მე მინდა ნაცმოძრაობა მოძლიერდეს, იმიტომ მინდა რომ მიშას თავისი ნაძარცვი 20% მაქსიმუმ დაუბრუნდეს. მაგრამ აი დანარჩენები, რომლებიც არიან აი ამ პოლიტიკურ ნაგავთან რაც მიდის, ხმები, რომელიც იკარგება, ხალხს რო ატყუებენ, აი 4-5-95 რაღაცაო რომ გიჟობას რო გაიძახოდნენ, აი ეგ ხალხი გაქნან პოლიტიკური ველიდან. გაქნან ასტიშ, გამქრალია ისე, ლელო გამქრალია. აი თქვენი ზართ არ დადიანო. გაქცეულია მათი ლიდერი. მეორე ლიდერი მძევლად არის დატოვებული საქართველოში. აი რატო არის გაქცეული? რა გაქცეულია ხაზარაძე, ხო ყველამ ვიცით რომ გაქცეულია. შენ ხო ვიცი რომ გაქცეულია. მე ხო ვიცი რომ ამ კაცმაც იცის რომ გაქცეულია. ყველამ ვიცი რომ გაქცეულია. ამას არავინ არ აღიარებს. გახარია გაქცეულია. მათი პარტიის ყველა წევრი არალეგიტიმურია, ვინც პარლამენტში ზის, იმიტომ ისინი არ აურჩევია ქართულ ხალხს. სხვა 10 წევრი ერთში. ანუ ეს სათადარიგო ხალხი რო შევა. ხო, ეს სრულად არალეგიტიმური ხალხი. ახლა ეს ორი პარტია არ არსებობს. თუ ჩვენ დანახვა გვინდა. აი ეს დანარჩენი ალიანსი და ასე შემდეგ, ჩერგო და გვარამიას ალიანსი რაც არის მოწყობილი. აი ეს ხალხი ხო მაგათ არ ყავთ მხარდამჭერები იაგო თუ არა ეს ხალხი იყო მიშას მხარდამჭერები რომლებიც მოატყუეს წინას არჩევნად ამას ოფისებს რო ხსნიდნენ საზღვარგარეთ ხო გახსოვს და თემ სკანდალები რო ატეხილი აი ეს ხალხი ჩვეულებრივად არის მოტყუებული მათი ამორჩეველი არის მოტყუებული ამორჩეველი მათი მხარდამჭერი არის იმდენი რამდენსაც შეძლებენ ხალხი მოატყუონ და მე მინდა რომ აი ეს ხალხი არარსებული პარტიები მოტყუებული იმისი ხალხის პარტია ალიანსი დაიშალოს მიშას დაუბრუნდეს თავისი ხმები, რაც ეკუთვნის, ქოცებს დაუბრუნდეს თავისი ხმები, რაც ეკუთვნის და დანარჩენი ხმები არის ჩვენი. ამ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია. ანუ თქვენს გარდა ოპოზიცია არ არის ქვეყანაში? არა, სამი პარტია არსებობს ქვეყანაში, ქოცები, ნაცები და გილჩები. სხვა თქვენ ვერ მეტყვით პარტიის დახასიათება, ლექსიკონური რო ავიღოთ პარტიის დასახელება, რომელიმე რო დააკმაყოფილოს. უბრალოდ არსებობენ ფეიქ პარტიები, როგორც იყო წინა არჩევნებზე, რომლებიც ხალხს ატყუებენ ატყუებენ ბევრი პროპაგანდით. აი იმისთვის რომ ხალხი მოეტყუებიათ 40 მილიონი დაიხარჯა. დაიხარჯა სხვადასხვა ლიდერები. მოსყიდული იქნა სხვადასხვა ლიდერები. მოგროვდნენ ერთად. იგივე ლელომ ნაკლები დახარჯა? ლელომ თავისი ფული მაინც დახარჯა. კი ძახენის ის ამერიკული ფული იყო, მაგრამ მაგ ზამჯერად ლელომ თავისი ფული დახარჯა ცუდად. რაში დახარჯა? გართობაში. ასაკიანი ხალხი შეიკრიბა, როგორ გავერთოთო? ანუ ახლა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ყველა 100 წელი ხარ იცოცხლება. როგორ გავერთოთო? გვინდა პოპულარობაო, გვინდა როკვარსპოვობაო, გვინდა იმით ფორდ მუსტანგი ციარული მაშინ, როგორ ასე გავერთოთო? და მოაწყვეს ეს სიგიჟე, რაც მოაწყვეს, არაფერი იქიდან არ გამოვიდა, გაქცევა მოუწიათ. ხო და ახლა ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ სტენდბაი რეჟიმზე ჩართული პარტია გამორთონ. ქართული ხალხი არ მოატყუონ, ზუსტად ისე რომ აი ეს ალიანსი არ უნდა დააფინანსონ ქოცებმა მეტჯერ. ჩემი მოთხოვნა ეს არის, რომ თუ თქვენ გინდათ რომ არ დაგიძახონ არალეგიტიმური პარლამენტი და ასე შემდეგ, მაშინ მე ჩემი არგუმენტი არალეგიტიმურობის. არ არის არჩევნები გაყალდა. გასაგებია რომ გაჟონა და ამ თვალსაზრისით ეს არჩევნები არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ არალეგიტიმურობა ამ პარლამენტის ის რამ განაპირობა, მათ მოისყიდეს მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია და ჩახსნეს სიები. და იქ რო 54% რო აიღო ქართულმა ოცნებამ მათ მიერ დაწერილ შედეგში და 100%-ით მარტო რო ზიან. აი ეს ხო ლეგიტიმაციის პირობა არ არის. მე სწორედ ამიტომ ვითხოვ არჩევნების ჩატარებას. არჩევნები მართლა უნდა ჩატარდეს. ჩვენ თუ გვინდა რომ 7-ად ვიყოთ, პარლამენტი უნდა ასახავდეს ხალხის ნებას. არჩევნები რო ჩატარდეს, თქვენ ფიქრობთ რომ ოპოზიცია ქართულ ოცნებას მოუგებს? არ გონიათ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით შეიძლება მოუგებს? არა, საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერ მოვლენ, ქოცები ვერასდროს. მაგრამ ის გონია რომ პარლამენტი უფრო მეტად იქნება ხალხის ნების ამსახველი. ახლა არ არის. ქართულ ხალხს არ უთქვამს რომ 100%-ით ქოცები იყვნენ მარტო პარლამენტში. ხალხო ჩატარდეს არჩევნები ნაციონალური მოძრაობა თქვენ როგორ გონია შევა პარლამენტში? არა, შევა არ შევა რა შუაში ხალხი მაინც მიხვდება რაღაცას, რომ ამ ხალხს არ უნდა პარლამენტში შესვლა და არ შეიძლება მათთვის ხარდაჭერა. მინიმუმ ხო ამას მიხვდება. მაგრამ ამ ფუძის მოცემულობით ვინ გაიგებს პარლამენტში ჩატარდეს? ქართულ ოცნებას ქონდა. შეიძლება ქართულ ოცნება მოიგოს, მე ხო არ ვიცი. ანალიზი რა გაქვთ? არის აწუთის მოცემულობით რაც ახლა ხდება ქართული ოცნება მოიგებს, მაგრამ არ მოიგებს 100%-ით, როგორც ახლაზიან პარლამენტში. მოიგებს ისე რომ იქ იქნება ხალხის ნები, თუნდაც უმცირესობის ნების გამომხატველი სხვა ადამიანები.
რომლებიც მინიმუმ გააჟღერებენ იმ პრობლემებს, მადლობა. რომელიც ახლა ქართულ ოცნებას ფეხებზე კიდია.